მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დღეს კიდევ ახალი რჩევებით, ახალი ნიღბით მოვედი. ნიღაბი, რომელიც ამ ცხელზაფხულს ძალიან მოუხდება. ძალიან მოუხდება და ძალიან გავახარებ იმ ახალგაზრდებს, რომელიც ებრძვიან აკნეს გამონაყარს და არ იცი რა გააკეთონ, რითი უმკურნალონ. აკნე მარტო ნიღბით არ მორჩება, მაგრამ ეს არის ერთადერთი დამამშვიდებელი, რომელიც ემ გამონაყარს ფერს დაუკარგავს, ფერს მოუყვანს და ცხიმიანკას კომბინირებულად აქცევს. გადასარევი ნიღაბია იმ ახალგაზრდებისთვის, რა შემადგენლობაში შედის ამ ნიღაბში. მე სანამ თქვენ ჩავთავდი, მანამდე რომ ეს ვიდეო დიდი არ გამოსულიყო, მე დავამზადე, ვიხმარე ერთი ცალი, აი ესეთი პამიდორი, წიფე პამიდორია ესეთი მოდელია, კურკუმა და ლიმნის ნახევარი კოზი ლიმნის წვეთი ჩავასხი. დავამუშავე და წავისმე მთელ სახეზე. კურკუმა ცოტა სიყვითლეს ტოვებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჩამოიბანთ თუ არა, ის კანი თავის ფერს მოიყვანს იმ წუთში. მაშასე ჩვენი ნიღაბი მზად არის, იმდენი დავამზადე, რომ ერთ წასმაზე მე მეყოს და ცენტრიდან პერიფერიისკენ წავისმევთ ჩვენ ნიღაბს. თვალში შიგ არაფერში ძალიან ახლო მივალთ, ოღონდ თვალთან შიგ არაფერი არ უნდა მოგვიხდეს. ლიმონი აქვს და მაინც არ გაგვიღიზიანოს. გადასარევი ნიღაბია. კვირაში სამჯერ შეიძლება გოგოებო ეს ნიღაბის გაკეთება. არ შეგეშინდეთ. ცხელი ზაფხულისთვის მე კიდე შემიძლი ერთი კაი ნიღაბი გასწავლოთ, რომ ისიც გააკეთოთ. ეს ნიღაბი იქნება ლიმონი და თაფლი. არ გააკეთოთ ძალიან ბევრი, რომ ერთჯერადად ეს არ ინახება. მაშასე ნიღაბი შეიცავს პამინდორს, ეს კვახე პამინდორი არ არის, ეს არის წიფე პამიდორი და ეგეთი მოდელი, მაგრამ წითელი პამიდორი თუ გექნებათ, ისიც ძალიან კარგია, გაწურეთ, წვენი, ცოტა წიწკნა იცისწოდი ამ ნიღაბმა და არ შეგეშინდეთ. ისმევა დეკოლტეს ჩათვლით. ნახეთ გოგოებო, ხელი ოკეი ისე მაქვს. იმდენს ვაკეთებ, რომ თქვენ დაგანახოთ. გავიჩერებ ნახევარი საათი ამ ნიღაბს. ჩამოვიბან ნელთბილი წყლით და წავისმევ დამატენიანებელს. თუ გარეთ გავდივარ, მაშინ წავისმევ მზის დამცავსაც. ეს ნიღაბი უკვე გითხარით, როგორც უნდა გააკეთოთ. 3 ინგრედიენტისგან შედგება: პამინდორი,
კურკუმა და ლიმნის წვენი. შეგიძლიათ ლიმნის წვენი და ნატურალური თაფლით გააკეთოთ. 1 კოზი ლიმნის წვენი, 1 კოზი თაფლი. ჩაის კოზი. ძალიან კარგია. ოღონდ ეს თხელია და გუბკით ისმევა ლიმონს თუ გააკეთებთ. სამჯერ აკეთდება, ზედიზედ სამჯერ უნდა გადაისვა. ეხლა მაგალითად ეს გადავისვი მორჩა, 9 საათი გაჩერდება, წავალ და დავიბან. იმას გაშრება კიდე წავისვამ, გაშრება კიდე წავისვამ. საუკეთესო ნიღაბია. სულ ეს იყო რომ რაც უნდა მეთქვა გენაცვალეთ, აბა თქვენ იცით ვის გამოადგება ჩემი ნიღაბი, მეორე ახალი საუკეთესო ნიღბის მოტანამდე. გემშვიდობებით.